საბანკო სექტორმა 8 თვეში 2 მილიარდ 13 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ კი 67 მილიარდ ლარს მიაღწია, წინა თვესთან შედარებით 652 მილიონი ლარით მეტია. სესხების წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა. რამდენად მდგრადია დღეს საფინანსო სექტორი და წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ თუ არა სესხებზე 100% განაკვეთის შემცირებას. თემაზე სტუმართან საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან ალექსანდრე ძნელაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში. სტუმრობისთვის. მაშას დავიწყოთ ჩემს მიერ ნახსენები მოგების მაჩვენებლები და მთლიანობაში საბანკო სექტორში რა ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს, რამდენად ალბათ არასწორი იქნება ვიკითხო, რამდენად სტაბილურია თქო, სტაბილურია, მაგრამ რიცხვებში როგორ გამოიყურება ეს მაჩვენებლები? დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებლებს. კარგი შეკითხვა არის, მოგების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება საბანკო სექტორში და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს საბანკო სექტორმა გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს, უტოლდება დაახლოებით მთლიანში და პროდუქტს და ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები სარკისებულრა დაისახება ხოლმე რეალურად სექტორის მაჩვენებლებზეც. ანუ ეს ნიშნავს, რომ პირობითად ეკონომიკური ზრდა თუ არის მაღალი, ეს საბანკო სექტორის შემოსავლებზე ავტომატურად აისახება? მხოლოდ შემოსავლებზე არა, მის მდგრადობაზე, სტაბილურობაზე დღეს არაერთი ექსპერტი და არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური სექტორი, მაღალი კაპიტალიზაციის დონე აქვს, მაღალი ლიკვიდობის დონე აქვს. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ამ მიმართულებით პირდაპირ პროპორციულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები და ამ მიმართულებით გარკვეული სექტორების კუთხით ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე იმ საკრედიტო პორტფელიებზე, რა საკრედიტო პორტფელიც არის ამ სექტორში. რას გულისხმობ, რომ უფრო ნათელი იყოს, ერთ-ერთი უმსხვილესი დაფინანსებელი არის საბანკო სექტორი ეკონომიკის და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის რომ იზრდებოდეს ეკონომიკაც. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, როგორც ახსენეთ კიდევ წინა სიუჟეტში, EBRD მათ შეცვალა დღეის მდგომარეობით, ანუ ამ 8 თვის განმავლობაში 7.40 არის 40%-ია ზრდა და მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისში არაერთხელ ითქვა კიდევაც, რომ კიდევ რამდენჯერმე გადაიხედებოდა ეს მაჩვენებელი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდის ტემპი ნარჩუნდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22-ში და 23-ში კიდევ უფრო მაღალი ზრდის ტემპი იყო, მაგრამ ეს ეფექტიც იქნებოდა, აისახებოდა როგორც 24-ზე, 25-ზე, იმიტომ რომ 22-23 წელში მიგრანტების ეფექტი კი ბატონო თავისი როლი შეასრულა. აი ეს დავუშვათ იგივე შემოსავლები, გაზრდილი მაჩვენებლები, საკმაოდ კარგი მონაცემები. რა თვალსაზრისით აისახა უკვე ქვეყნის ეკონომიკაზე დაკრედიტების კუთხით, რამდენად აქტიურია საბანკო სექტორი დაკრედიტების მიმართულებით, ამას იმის გათვალისწინებით ვკითხულობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეალურად პოლიტიკური პროცესის გავლა მოგვიწია და გვიწევს კვლავაც და გვინდა არ გვინდა ეს ბიზნეს სექტორზე, მათ განწყობებზე, მოლოდინებზე გავლენას ახდენს. დღეს კი ბიზნესისა და პრემიერის შეხვედრაზე ითქვა, რომ რეალურად ბიზნესის განწყობა ძალიან დადებითია და პოზიტიურია, თუმცა მთლიანობაში არსებული პროცესები როგორ აისახება დაკრედიტების მაჩვენებლებზე? ხო, მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს არ ვახსენებდი, იმიტომ რომ მთლიანობაში არსებული გამოწვევები რეგიონში მაღალი რისკის რეგიონი არის რეალურად. მათ შორის ომის ფაქტორიც რუსეთ-უკრაინის. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი არის, აღმოსავლეთშიც ომი მიმდინარეობს, ნუ რაღაც პერიოდულობით წყდება, მაგრამ მაინც არის. ეს პრობლემები აისახება არა მხოლოდ კონკრეტულად, თქვათ, იქნება მიგრაცია თუ სხვა მიმართულებით, ტრანსპორტირების მარშრუტებზე აისახება და სხვადასხვა მიმართულებით ბიზნეს პარტნიორებთან მიმართებაში კომუნიკაციაზე. აქედან გამომდინარე, ეს გამოწვევები, ესე რო ვთქვათ, 2020 წლიდან რო დაიწყო გამოწვევები, ამ გამოწვევების მიმართ ანუ კოვიდის პერიოდიდან. დიახ, რა თქმა უნდა, აქ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ის პერიოდი, მაგრამ ამის შემდეგ ცალსახად
საბანკო სექტორმა აჩვენა, რომ არა მხოლოდ რეაგირების კუთხით არ აგვიანებდა, არამედ იმ პრევენციულ ღონისძიებებთან მიმართებაში, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთლიანად სექტორი მუდმივად ახორციელებდა და უმკლავდებოდა ყველა იმ გამოწვევას, რა გამოწვევაც იყო დღის წესრიგში. დღის მდგომარეობით რამდენიმე ფაქტორი ვახსენე, ეს იყო ის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. მეორე საკითხია, რომ რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მხრიდან პირდაპირ პროპორციულად ამ გამოწვევების წინაშე არის, რომ დღეს არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის გვაქვს მყარი ზრდის ტემპი, არამედ ამ გამოწვევების მიმართ გარკვეულ ესე ვთქვათ, მოწყვლადობის შესამცირებლად ის პერკეტებიც გვაქვს, რა რეკომენდაციებიც იყო და რა რეკომენდაციების მიმართაც ასევე ვუმკლავდებით კი არა და რეალურად იმ პოტენციურ რისკებსაც ვანგარიშებთ, რა რისკებიც შეიძლება იყოს. მეორე საკითხი არის ვადაგადაცილებებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე ესე ვთქვათ, კითხვა, პრობლემას გამოწვევას. ეს გამოწვევა არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში რა ვადაგადაცილებების მაჩვენებელიც იყო. აბსოლუტურ მაჩვენებელში შეიძლება ეს იზრდებოდეს, მაგრამ მთლიანად საბანკო სექტორი მკვეთრად დინამიკა არის ჯანსაღი და არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროკავშირის მასშტაბითაც ერთ-ერთი მინიმალური მაჩვენებელი გვაქვს. როგორც, ანუ მთლიან პორტფელთან და აქტივებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, რეალობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამასთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს და კიდევ აქვე ვახსენებ, რომ ვთქვათ, ამ გამოწვევებთან მიმართებაშიც, როდესაც საუბრობთ, როგორც იცით, დეპოზიტების დაზღვევის მაჩვენებელი იზრდება 1 აპრილიდან. ამასთან მიმართებაში იცით კიდევაც, რომ ეს უფრო მეტად არის ამ გამოწვევების საპირწონედ მიღებული გადაწყვეტილება და არა კონკრეტულ რისკთან ასოცირებული. თუმცა ეს ალბათ ნდობის და სანდოობის კუთხით კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მათ შორის იგი დეპოზიტების ამა თუ იმ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დეპოზიტების მოზიდვას თუ ეს არ ახდენს ამაზე გავლენას. იცით რა არის, არ ყოფილა არასდროს ამ მიმართულებით პრობლემა და რისკი რეალობაში რო ვთქვათ, ეს რისკი არ დამდგარა და იმედი მაქვს არასდროს არ დადგება. არასდროს არ დადგება და ამის პოტენციურ რისკზე, როდესაც ეს რეკომენდაციაც იყო სულ თავიდან, ამას არ უყურებდა. ეს არის პოტენციური მაჩვენებლების გამოსასწორებლად და იმ ბუფერების შესაქმნელად, რაც თეორიულად შეიძლება არსებობს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ახლა გამოწვევებსაც ვეხებით, რა არის მთავარი პრობლემა თუ არის ბუნებრივია, რომლის გადაჭრაც მათ შორის აი ეს ნორმები, რომელიც თქვენ ახსენეთ პერიოდულად, რომელიც იზრდება ვიღაც შესაძლოა ესე რეგულაცია საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყოს მოქალაქეებისთვის, ანუ მეტად დაცულად ვიქნან თავი, თუმცა საფინანსო ინსტიტუციებს დამატებითი და უშუალოდ ხარჯია ამ ნაწილში და ბუნებრივია ის ხარჯი მე თვითონ ჩვენგანზე აისახება საბოლოოდ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის ნაწილში. ამიტომ ძალიან მარტივად ვკითხულობ, რა არის მთავარი პრობლემა ან გამოწვევა, რომელსაც თავად საბანკო სექტორი ხედავს თუნდაც აი ამ ახალ რეალობაში, როდესაც სხვა ტიპის რეგულაციები შემოდის, ან იცვლება, ან იზრდება, ან მცირდება. ხო, რეგულაციებთან დაკავშირებით, როგორც იცით, არ ვიკავებთ ხოლმე თავს და ყოველთვის კონკრეტულ რეგულაციასთან დაკავშირებით იმ პრობლემებზე საუბრობთ, რა შეიძლება იყოს. დღეის მდგომარეობით მოდით ვისაუბროთ, რა გამოწვევები არის წლის ბოლომდე. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაღალ თონეზე შენარჩუნება იწვევს მაღალ პროცენტზე საკრედიტო პორტფელის შენარჩუნებას, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე უკვე დაიწყო გარკვეული ტენდენცია შემცირების და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რა არის განმაპირობებელი მაშინ ამ შემცირების და რამდენად ხელშესახებ შემცირებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ? იცით რა არის, ჯერ ცოტა ადრე არის საუბარი ხელშესახებ შემცირებაზე, რადგან საკრედიტო პორტფელში რეალური შემცირება, ანუ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებში აისახება 6-დან 8 თვემდე პერიოდში, ანუ რეალურად ჩვენ რასაც უყურებთ დღეის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას შეთავაზებებში ეს იყო 6 თვის წინ, ან წლის დასაწყისში იყო ეს ყველაფერი. რეალობაში წლის დასაწყისში საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ასწრებდა სადეპოზიტო პორტფელის ზრდის ტემპს, აქედან გამომდინარე მოთხოვნა
დეპოზიტებზე იზრდებოდა და საპროცენტო განაკვეთები თუ იზრდება სადეპოზიტო პორტფელზე იზრდება სესხებზეც, აქედან გამომდინარე წლის დასაწყისში უფრო ნეგატიური მაჩვენებელი იყო. დღეის მდგომარეობით პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადეპოზიტო პორტფელის ზრდის ტემპი უკვე უტოლდება საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპს და ამ მიმართულებით აღარ არის, ვთქვათ, ეს ხელშემწყობი ფაქტორი იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროში და დოლარშიც მცირდება პერიოდულად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ესეც ასევე აისახება. გამოწვევებთან მიმართებაში ორ ფაქტორს ვიტყოდი. წლის ბოლომდე პრაქტიკულად არის ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელზე ოდნავ მაღალი იქნება, 4-დან 5%-მდე არის სხვადასხვა ექსპერტების პროგნოზი. ეს რისკია და აქედან გამომდინარე რეფინანსირების განაკვეთთან ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთამ მკვეთრცულებებს არ უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ შემცირებასაც არ უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე და მეორე მხარე არის ლარიზაციის მაჩვენებელი. ლარიზაციის მაჩვენებელი ერთია ეს მიგრაციის ნაწილი ვახსენეთ და მიგრაციის პროცესმა უკვე ეფექტი იქონია ლარიზაციის ნაწილთან მიმართებაში, მაგრამ დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 წლის ბოლოსთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. არსებობს გარკვეული რისკები, მაგრამ ის ღონისძიებები და ის მიმართულებები ხელს უწყობს, რომ ლარიზაციის პროცესი კიდევ უფრო კარგად განვითარდება მომავალ წელსოს და ექვსს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემებში. ალექსანდრე ნელაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.